ახალი წელი მოდის. ბევრი ჩვენგანი აღნიშნავს ამ ახალ წელს იმედებით, რომ რაღაც შეიცვლება, ახალი მიზნები, ზოგს ახალი მიზნები აქვს. კი ბატონო, რატომაც არა. ახალი შემართება. იმედებს რაც შეეხება, ანუ ახალი წელი არაფერს არ შესვლის რეალურად. თუ თავად არ შეიცვალე. და ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში იმის გარანტია და იმის იმედები არ უნდა გქონდეს, რომ რაღაც თარიღების შეცვლის ადამიანს რა. საკუთარ თავში უნდა იპოვო ის ძალა და ის შემართება, რასაც ახალ წელში პოულობ. ანუ ეხა რო ეძებ ამ რაღაც შემართებას თითქოს ახალი წელი რაღაცას შეცვლის, არა, ეგ საკუთარ თავში უნდა იპოვო. ყველაფერთან ერთად, ვისაც 2024 წლის გეგმა არ აქვს შესრულებული, ურჩევდი, რომ 2025 წელს შეასრულოს ის პირობები, რაც საკუთარ თავს მისცა. თუნდაც ის, რომ ვარჯიში წყებდა ყოველ ორ შაბათს. ან თუნდაც ის, რომ ორ შაბათს წყებდა სწავლას, განვითარებას. ერთ დროს მეც ეგრევე ვფიქრობდი, რომ ახალი წელი რაღაცას შეცვლიდა, მაგრამ არაფერი, უბრალოდ +1 წელი არის. გისურვებთ იმ მიზნების მიღწევას, რაც 2024 წელს გქონდათ და 2025-ში გადმოვიდა. ასევე გისურვებთ ახალი მიზნები დაგესახოთ თქვენ ცხოვრებაში. უმიზნო ცხოვრება აბსურდულია რა. დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს რაღაც მიზანი გექნებათ. 2025 წლის ჩემი ახალი მიზანი, ამაზე დავწერე story, ანუ დავდე Instagram-ზეც და TikTok-ზეც, სადაც დამაფოლოვეთ. მიზანი მდგომარეობს შემდეგში, რომ თბილისიდან ზუგდიდამდე ვაპირებ ძუნძულით სირბილს რა. 3 დღე ჭირდება მგონი, როგორც დავგუგლე, რომ 3 დღე ჭირდება ჩვეულებრივ ფეხით. ანუ ნელი ნაბიჯებით რომ იმოძრაო და ძუნძულით არ ვიცი რამდენი ჭირდება. ჩემი გათვლებით დაახლოებით 5 დღეში ჩავალ. დეტალურად რო აგიხსნით, ანუ ვაპირებ ამ ყველაფრის გადაღებას სადღაც ივნისის თვეში, რადგან ივლისში და უკვე აგვისტოში ძალიან ცხელა და პაპანაკება სიცხე არის და უფრო გართულდება ამ ყველაფრის შესრულება. ამიტომ ივნისის თვისთვის ვაპირებ, ხოლო პირობა არის შემდეგი, რომ ეხლა ვართ 35 ადამიანი, ჩემი გამომწერები. პირობა არის ის, რომ თუ ივნისამდე ავედი 5000 გამომწერზე, მაშინ შემოგთავაზებთ ამ ვიდეოს. ასე რომ, დროებით, დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დისციპლინას. დროებით.